სიცოცხლე. რა არის სიცოცხლე? ალბათ არაერთხელ დაფიქრებულ ხართ სიცოცხლეზე. რა არის ის? სად იწყება და სად მთავრდება? თუ მხოლოდ გულისცემაა ის ჩვენს სხეულში. რისთვის მოვევლინეთ ამ წუთის სოფელს? რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი? თუ იმისთვის ვევლინებით ამ ცის ქვეშეც, რომ ვიგემოთ მისი სიმწარე და სიტყვება და განვეშოროთ მას. რა არის მასში ისეთი, რასთან განშორებაც არ გვსურს? იმედი, რომელიც არასდროს დაგვაღალატებს? სიხარული? სისავსე თუ სრულყოფილება? იესო არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. თუ მას გაჰყვები, შენი ცხოვრება შეიძენს მიზანს. შენ აღარ გალევ ფუჭად შენი სიცოცხლის დღეებს. შენ მას უყვარხარ. მას სურს, რომ იზრუნოს შენზე და გაგრძნობინოს თავისი მამობრივი სიყვარული. მოგიშუშოს იარები და შენი გული აავსოს სიმშვიდითა და მოყვასის სიყვარულით. თუ კი შენ მას არ იცნობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან არაფერი იცის შენ შესახებ. ის სჭვრეთს ყოველ შენს ნაბიჯს და გელოდება, როდის მიახლები მას. იესოს სურს, რომ გაზიაროს საუკუნო სიცოცხლეს. ამ სიცოცხლის მისაღებად მხოლოდ ერთი რამაა საჭირო. შენი ცხოვრების წესის შეცვლა. საკუთარი თავის უარყოფა და ღვთისნების აღსრულება. მიენდე უფალს და გქონდეს მისი იმედი. მიუძღვენი შენი თავი იესოს. ალბათ გონია, რომ ეს ძნელი არა, რადგან ამ მისიის შესრულებაში თავად ღმერთი დაგეხმარება. ის გიჩვენებს სწორ გზას. ბევრ ადამიანს არ სურს დაადგეს ამ გზას, რადგან ის ვიწროა. არ სურს დაკარგოს ის, რასაც წუთისოფელი სთავაზობს მას. თუმცა იესოს მიერ შემოთავაზებული სიცოცხლე საუკუნო სიცოცხლეა და ბევრად აღემატება წუთისოფლის მიერ შემოთავაზებულ დროებით სატყუარებს. ბიბლია ღვთის სიტყვა ამბობს: ვიწრო გზით მოსიარულე დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. ფართე გზას კი დაღუპვისკენ მიყავს ადამიანი. მრავალია ფართე გზით მოსიარულე, ვიწრო გზით კი მცირედი დადის. ფართე გზა ძალიან ლამაზია, მარტივია მასზე სიარული. არც არაფრის მოკლებაა საჭირო, არც რამეზე უარის თქმა. ის მოგვიწოდებს დავტკბეთ ყველა იმ სიკეთით, რასაც წუთისოფელი გვთავაზობს. გადავეშვათ განცხრომაში, მაგრამ ღმერთს არ უნდა ბრბოს ვემსგავსოთ. გავყვეთ ბრმად სხვებს. ის გვთავაზობს არჩევანს, ორ გზას, ვიწროს და ფართეს. ფართე გზას ადამიანი ჯოჯოხეთისკენ მიყავს, ვიწროს კი ღმერთისკენ. ვიწრო გზაზე შემდგარ ადამიანს საკუთარი თავის უარყოფა უწევს და ღვთის მორჩილება. არჩევანი ადამიანზეა, რომელს აირჩევს ის. მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით ამ დედამიწაზე ძალიან ცოტა დროს ატარებს ადამიანი. რა უფრო პრიორიტეტულია შენთვის? დატკბი ამ ცხოვრებით და მოხვდე ჯოჯოხეთში, თუ აირჩიო ვიწრო გზა და დაიმკვიდრო საუკუნო ცხოვრება. ალბათ გაგიჩნდება კითხვა: რისი გაკეთებაა საჭირო გადასარჩენად? საუკუნო სიცოცხლის მისაღებად? პასუხი მარტივია: ბევრი არაფერი. გასაკეთებელი უკვე გაკეთებულია. იესო მოკვდა ჯვარზე შენი ცოდვებისთვის, შენ და გამოსასყიდად, აღდგა მკვდრეთით. ამ საჩუქრის მისაღებად მხოლოდ შენი აღიარებაა საჭირო, შენი ღმერთთან მისვლის სურვილი. უთხარი ღმერთს: უფალო ღმერთო, მე ვაღიარებ ჩემს ცოდვებს შენს წინაშე. ვაღიარებ იესოს ჩემს პირად მხსნელად, წამს რომ ის მოკვდა ჩემთვის ჯვარზე. ჩემი ცოდვებისთვის და აღდგა მკვდრეთით ჯემდა გამოსახსნელად. და ის შემბრალე და მოწყალე მოგიტევებს შენ და გამოგიგზავნის სულიწმინდას შენი ცხოვრების გასაწმენდად და შესაცვლელად. და აღმოაჩენ შენ თავს ვიწრო გზაზე. ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა. სიმშვიდე დაისადგურებს შენს გულში. ის მოგცემს ძალას წინ აღუდგე ამ წუთისოფლის უკეთურებას. გაქრება სიკვდილის შიში, რადგან იცი, რომ სიკვდილის შემდეგ
საუკუნო სიცოცხლე მოგელის. დილემა. ხშირად გასჩენია ადამიანს კითხვა, რა სჭირს სამყაროს? რატომ იტანჯება ის გამუდმებით? ტკივილს, დარდს, შიმშილს, ომს მოუცვია ეს წუთი სოფელი. ადამიანები ისე ჩაძირულან საკუთარ პრობლემებში, რომ სხვის დასახმარებლად აღარ სცალიათ. ზოგი თავის იმედს მთავრობაზე ამყარებს. ფიქრობს, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ყველა პრობლემის გადაჭრა, ყველა პრობლემის მოგვარება, მაგრამ ეს ასე არაა. ხშირად აღმოჩენილან ისინი გამოუვალ სიტუაციაში. თუმცა შეუქმნიათ კანონებიც, რომელსაც აღმოუფხვრია ბევრი უსამართლობა, მაგრამ კანონი უძლურია ადამიანის ბუნების წინაშე. ზოგი ადამიანის ხსნა განათლებაზეა დამყარებული. ფიქრობს, განათლება გადაარჩენს ადამიანს. ბევრი ადამიანი გვინახავს განათლებული. წესით მათ სხვების კეთილდღეობაზე უნდა ეფიქრათ. კეთილი, მზრუნველი, ერთგული, პატიოსანი ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ თავისი განათლების წყალობით. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. განათლება უძლური აღმოჩნდა ადამიანის გაკეთილშობილების საქმეში. ზოგი ამ პრობლემას უთანასწორობას აბრალებს, რადგან ზოგს ბევრი აქვს, ზოგი კი გაჭირვების ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მაგრამ ასე რომ იყოს, მდიდარი ადამიანები არ მიეცემოდნენ საწარკვეთილებას და თავს არ მოიკლავდნენ. ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ ფულსა და სიმდიდრეში არაა ბედნიერება. რა სჭირს მსოფლიოს? პასუხის საპოვნელად ჩვენ არც პოლიტიკოსები გვჭირდება, არც განათლება, არც ფული. ბიბლია არის ერთადერთი გზა და პასუხი. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და დაუმორჩილა მას ყოველი მის მიერ შექმნილი. მაგრამ ადამიანს არ უნდა დავიწყებოდა ერთი რამ, რომ ღმერთი იყო ამ სამყაროს შემომქმედი. ადამიანი უნდა დამორჩილებოდა მას და დაეცვა მისი მცნებები. მაგრამ მან უარი განაცხადა ამაზე. არ დაემორჩილა, რამაც დაასრულა ადამიანისა და ღმერთის მეგობრობა. ადამიანი იქცა ცოდვილად, გაჩნდა უფსკრული ადამიანსა და ღმერთს შორის. მაგრამ ბიბლია პრობლემის გაჩენისთანავე გვთავაზობს მისი მოგვარების გზას. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ასევე ამბობს, რომ ის წმინდაა. და მას არ შეუძლია თვალი დახუჭოს უწმინდურებაზე. ამიტომ გამოგზავნა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. იესო მოგვევლინა ფიზიკური სხეულით, მაგრამ ის იყო უცოდველი. მან იტვირთა ჩვენი ცოდვები და უკეთურებები. ჯვარს ეცვა, მოკვდა და მესამე დღეს აღდგა და მალევე ამაღლდა ზეცად. იესო არის ხიდი და შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის. მან შეარიგა ადამიანი ღმერთთან, რადგან წერია: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით. შესაბამისად, ვინც თავს ცოდვილად თვლის, შეუძლია მოუხმოს ღმერთს. სთხოვოს ცოდვების შენდობა და მისი ცხოვრების წინამძღოლად აღიაროს იგი, რის შედეგადაც ის ღვთისმშვილობას მიიღებს. ღმერთი შევა მის გულში და დაიდევს ბინას. და ის მიიღებს ღვთიურ ბუნებას, სიყვარულს სიძულვილის ნაცვლად, სიწმინდეს უწმინდურობის ნაცვლად, სიმშვიდეს შფოთისა და ომის ნაცვლად. შენ შეგიძლია გახდე ღმერთის შვილი, თუ ეტყვი მას, რომ ის გჭირდება, თუ აღიარებ შენს ცოდვებს და მოუხმობ მას შენს პირად მხსნელად. ღმერთის აღთქმები და დაპირებები თითოეულ ჩვენთაგანზე ჩაწერილია ბიბლიაში. ბიბლიაში წერია: ყოველი ვინც მიიღებს იესო ქრისტეს თავის პირად მხსნელად, მიიღებს ხელმწიფებას ღვთისშვილებად წოდებისა. და მას არასდროს გაუცრუვდება იმედი. იესო ამბობს: ვინც მომეახლება, მას არასდროს დავკარგავ. წყურვალთ.
ვინმეს სწურია, მოვიდეს და შესვას. ვინ საუბრობს მსგავს საკითხებზე? ვის ძალუძს ამის გაკეთება? ვის შეუძლია მწყურვალის დარწყულება? ეს ისაა, ვინც წყაროსთან ესაუბრებოდა სამარიტელ დედაკაცს და ეუბნებოდა. ყოველი, ვინც შესვავს ამ წყალს, აღარ მოსწყურდება. ვინ არის ეს კაცი? სულელი? მასხარა? არა, ეს იესოა, ღვთისძე. მაცხოვარი იესო ქრისტე, რომელიც ერთდროულად არის კაცი და ღმერთიც. ის არის, ვინც გვესაუბრება ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს და ამავდროულად ყველას. ყველა მწყურვალია. ზოგს სიყვარული წყურია, ზოგს სიმშვიდე აკლია. ზოგი ბედნიერებას მოისაკლისებს. სწორედ ეს აკლდა ჭასთან მყოფ ქალსაც. მას ყავდა 5 ქმარი. ერთი სახლში ეჩდა, მაგრამ ის მოისაკლისებდა სიმშვიდეს, ბედნიერებას, სიყვარულს. იესოს შეეძლო მისი დარწყულება იმ სიხარულით, რომელიც არასდროს დაულევია. სადეძებ კითხვებს პრობლემებზე, როცა გწყურია. როგორც ცდილობ შეავსო შენი შინაგანი სიცარიელე, ვის აინტერესებს შენი მდგომარეობა, იმის და მიუხედავად, ვინ ხარ და რას წარმოადგენ. შესაძლებელია, იყო ბედნიერი ამ ქვეყანაზე? მაშინ, როცა ქვეყანაზე აქ გამეფებულია ბოროტება, შუღლი და ომი. წყურვილი, ეს ყველაზე უარესი რამაა, რითაც შეიძლება ადამიანი დაიტანჯოს. თუ შენ ვერ დაიკმაყოფილებ შენს შინაგან წყურვილს, უბედურად იგრძნობ თავს. მაგრამ იესო ამბობს, გაჩერდი და მომისმინე. შეიძლება წლებია ეძებ ჭაში შენს ბედნიერებას და სიმშვიდეს. შეწყვიტე ეს თამაში, რომელიც არაფერს მოგიტანს. იესოს შეუძლია მოგიტანოს კომფორტი და კეთილდღეობა. იესო აავსებს შენს ცხოვრებას სიმშვიდით და ბედნიერებით. უფალს შეუძლია უწმინდური წმინდა ჰყოს. ვინც ირწმუნებს უფალ იესო ქრისტეს, მისგან სიცოცხლის წყლები დაიწყებენ დენას. მას შემდეგ, რომ იესოს მიახლები, იგრძნობ სისავსეს, დარწყულებას, კმაყოფილებას და ამით გამოწვეულ სიხარულს სხვებსაც გაუზიარებ. სხვებსაც დაარწყულებ. იესო გიხმობს, გეძახის და გეუბნება. მოდი, მოდი. ვინც არ უნდა იყო მათ. ის გაგწმენს ყოველგვარი უკეთურებისაგან, დაგარწყულებს და აღარასდროს მოგწყურდება. გინდა იპოვო სული სიმშვიდე? გინდა იპოვო მეგობარი, რომელიც არასდროს გაგცევს ზურგს და მიგატოვებს? მეგობარი, რომელიც შეგიძღვება საუკუნო სიცოცხლეში სიკვდილის შემდეგ, სადაც არც ტანჯვაა, არც შიში, არც იმედგაცრუება. ადამიანებს ერთი პატარა ხანმოკლე სიცოცხლე გვეძლევა. მხოლოდ იესო ქრისტეთი შეგვიძლია ის ვაქციო სრულყოფილად. დაამყარე შენი იმედი მაცხოვარზე. მიენდე მას, ვინც საკუთარი სისხლით გადაიხადა შენი ცოდვის საზღაური, რომელიც მოკვდა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით, შენ და გამოსახსნელად და საუკუნო სიცოცხლის მოსანიჭებლად. გაუღე მას შენი გულის კარები და ის მოვა და დაივანებს შენში. მხოლოდ ერთი რამ გაქვს გასაკეთებელი, მიხვიდე მასთან. გაუღო გულის კარები, აღიარო შენს მხსნელად და დაეწაფო იმ წყაროს, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს გაძლევს. ლაზარე და მდიდარი. როდესაც იესო, ღვთისძე, დედამიწაზე მიმოდიოდა, უამბო ხალხს ასეთი ამბავი. იყო ერთი მდიდარი კაცი. კარგად იცვამდა და ჭამდა. ასევე იყო ერთი ღარიბი კაცი, სახელად ლაზარე. ის მდიდარი კაცის კართან იწვა და ელოდა, როდის გადმოყრიდა ნამცეცებს მდიდარი კაცი თავისი სუფრიდან, რომ ეჭამა. წყლულები ჰქონდა ლაზარეს. მოდიოდნენ ძაღლები და
ულუკავდნენ წყლულებს. გარდაიცვალა ლაზარე და მოხვდა ზეცაში. გარდაიცვალა მდიდარიც და მოხვდა ჯოჯოხეთში. იტანჯებოდა მდიდარი და გაიძახოდა, გთხოვთ, ლაზარე გამოუშვით, რომ დაისველოს თითი წყალში და ენა დამისველოს. პასუხად იყო, ჩვენ შორის დიდი უფსკრულია და არავის ძალუც აქედან მანდ გადმოსვლა. არავის ძალუც ჯოჯოხეთიდან 60-ში გადასვლა და პირიქით. მაშინ მდიდარმა უთხრა, მაშინ ერთ რამეს გთხოვ. ლაზარე დააბრუნე დედამიწაზე, რათა მან უთხრას ჩემ 5 ძმას ამ საშინელი ადგილის შესახებ, რათა ისინიც აქ არ მოხვდნენ. არა, იყო პასუხი. თუ მათ არ ირწმუნეს აქამდე თქმული ღვთის სიტყვების, არც მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს დაუჯერებენ. ასევე უთხრა იესო მათ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ ირწმუნებთ ღმერთს, ზურგს არ აქცევთ ცოდვებს და არ დაემორჩილებით მას, მოხვდებით ჯოჯოხეთში, სადაც ცეცხლი მისი არ ქრება. უფალს შეუძლია ჩვენი ახალქმნილებად გარდაქმნა, ჩვენი გულების შეცვლა. ნუ მოიქცევით ბოროტი ადამიანების მსგავსად, რომელთა ბოლო ჯოჯოხეთშია. დიდარს ამიგავის თანახმად არ სწამდა ღმერთის. არ ემორჩილებოდა მას და ამიტომ მოხვდა ჯოჯოხეთში. ლაზარეს კი სწამდა ღმერთის და საზღაურად ზეცა დაიმკვიდრა. შენც მობრუნდი ღმერთისკენ, რადგან სიკვდილის შემდეგ გვიან იქნება. სიცოცხლე ამ დედამიწაზე ძალიან მოკლეა, სიკვდილის შემდეგ კი ხანგრძლივი. ვინ არის ბრძენი ჩვენ შორის? იესო ამბობს, რა სარგებელია თუ კი მსოფლიოს შეიძენ, საკუთარ სულს კი დაკარგავ. განახლებული სიცოცხლე. ერთ სოფელში ცხოვრობდა კაცი. მართველი იყო ის და სახელად ერქვა იარუსი. მას 12 წლის ქალიშვილი ყავდა, რომელიც ძალიან უყვარდა. ერთ დღეს მისი ქალიშვილი ავად გახდა. მას არ შეეძლო სიარული, ჭამა და იწვა მთელი დღეები საწოლში. გოგონაც მშობლები დარდობდნენ შვილზე, რადგან ყოველდღე უარესდებოდა მისი მდგომარეობა. მათ ეშინოდათ არ მომკვდარიყო მათი გოგონა, მაგრამ რისი გაკეთება შეეძლოთ მათ. ერთ დღეს გაიგო იარუსმა, რომ იესოს მათი სოფლის მახლობლად უნდა ჩაევლო. მან იცოდა, რომ იესო ბევრ ხალხს კურნავდა წამლის გარეშე. უთხრა ცოლს, წავალ, ვნახავ და შევევედრები ჩვენი შვილის განკურნებას. მართლაც წავიდა, იპოვა იესო, მუხლებში ჩაუვარდა და უთხრა, უფალო, ჩემი შვილი კვდება. გთხოვ, წამომყევი სახლში და განკურნე ის. გაყვნენ იარუს, იესო და მისი მოწაფეები. გზაში იარუს მისი მსახურის შეეგება და უთხრა, ნუღა შეაწუხებ უფალს, შენი გოგო გარდაიცვალა. რაზეც იესო მიუგო, ნუ შეშჩინდები, მხოლოდ ირწმუნე და ის იცოცხლებს. სახლში რომ შევიდნენ, ბევრი ადამიანი დახვდათ სახლში მგლოვიარე. უთხრა იესო, ნუ სტირით, რადგან გოგონა არ მომკვდარა, მას მხოლოდ სძინავს. ხალხმა კი გაიცინა, რადგან იცოდა, რომ მკვდარი იყო გოგონა. გაისტუმრა იესომ ხალხი ოთახიდან, გლოვიარენი, და შევიდა ოთახში, სადაც გოგონა იყო. შეიყოლა სამი მოწაფე და გოგონას დედმამა. გოგონას სახე გადათეთრებოდა და სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ დასთამაშებდა. მშობლები დასტიროდნენ. მაგრამ იესომ მოჰკიდა ხელი და უთხრა, გოგონა, ადექი. და გოგონა წამოდგა. შვილო, წამოიძახეს მშობლებმა და გადაიხვივნენ მას. იესომ უთხრა მათ, რომ საზრდო მიეცათ მისთვის. სანამ დედა საჭმელს მოამზადებდა, მამამ გადაუხადა იესოს მადლობა მოხდენილი სასწაულის გამო.
იესო ამბობს, რომ ყოველი ცოდვის საზღაური სიკვდილია. ასევე დაწერილია, რომ ყველა ჩვენგანმა ვცოდეთ. შესაბამისად, ყველა უნდა მოკვდეს ჩადენილი ცოდვის გამო. ძველი აღთქმის თანახმად, აქ საუბარია ფიზიკურ სიკვდილზე. ახალი აღთქმის თანახმად, სულიერ სიკვდილზე. სწორედ იესოს ამ ქვეყნად მოვლინება, მისი ჯვარცმა და სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა ჩვენ სულიერ ხსნას განაპირობებს. ჩვენ ვიქცევით ახალ ქმნილებად. იესომ ახალი სიცოცხლე მისცა გოგონას. მის მსგავსად ჩვენც გვაძლევს ახალ სიცოცხლეს. ის იგივეა დღესაც. იესო მოკვდა, რათა ჩვენ გვეცოცხლა. იესო ქრისტე არის მხსნელი. 3 დღის შემდეგ იგი აღადგინა ღმერთმა მკვდრეთით. მას ახალი სიცოცხლე უბოძა. ახლა იესო ზეცაშია, მამის გვერდით სის. გინდა დაიმკვიდრო მარადიული ცხოვრება? იესო იძლევა ჭეშმარიტ სიცოცხლეს. სთხოვე ღმერთს, გახდეს შენი მხსნელი. განწმინდოს შენი გული უკეთურებისაგან. აღიარე შენი ცოდვები, რომ შეგინდოს და არ გაქცევს შენ ზურგს, ის გიხსნის შენი ცოდვებისგან. შეგიძლია დასწლიო შიში? ერთხელ ვესაუბრე ქალს, რომელიც ქმარმა მიატოვა 2 შვილით. ის ავად იყო და ჰქონდა ბევრი პრობლემა. მისი გული სავსე იყო შიშით. დღეს არა მარტო მიტოვებულ, მარტო ხელა დედას ეშინია, მომავლისა, არამედ სხვებსაც. ადამიანები ჩაძირულები არიან პრობლემებში, რომელთა მოგვარების გზებიც არ ჩანს. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ოჯახებს მატერიალურად უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტექნოლოგიები განვითარებულია და ბევრი ავადმყოფის ვაქცინაა შექმნილი, ხალხი მაინც იტანჯება. მრავალი ადამიანი ცხოვრობს ბირთვული იარაღის გამოყენების შიშით. ზოგს სამსახურის დაკარგვისა ეშინია. უმუშევრების რიცხვი ყოველდღე იზრდება. ზოგს ავადმყოფობა აშინებს, ზოგს სიმარტოვე. სამყარო სავსეა შიშით. ეჭვგარეშეა, რომ კაცის თანამგზავრი დღეს შიშია. ისმის კითხვა, რა განაპირობებს და რისი შედეგია ხალხის შიშში ცხოვრება. ერთმა გერმანელმა ფსიქოლოგმა, რომელიც ქრისტიანი გახდა, განაცხადა. ხშირად პრობლემებში მყოფი ადამიანები შიშს განიცდიან მომავლისა. მაშინ მე ვეკითხები მათ. იცნობენ თუ არა ღმერთს? ურთიერთობენ თუ არა მასთან ლოცვის მეშვეობით? ამ კითხვებს პაციენტებში გაუცება მოჰყვება. როცა კომპეტენტური ფსიქოლოგი მათ მსგავს კითხვას უსმევს. ხშირად იცინიან ან დამცინიან კიდეც. მაგრამ მე ვაცხადებ, რომ ყოველი პრობლემა და ყოველი შიში განპირობებულია უფალთან ურთიერთობის არქონით. დაბადების წინში ჩვენ ნათლად ვხედავთ სამყაროს და ადამიანის შექმნის ისტორიას. იმ დროს პირდაპირი კავშირი ჰქონდა ადამიანს ღმერთთან. და ვერ ვხედავთ, რომ ის რამისადმი შიშს განიცდიდა. მოგვიანებით კი აი რა ხდება. ის ურთიერთობს ღმერთთან, მაგრამ ცოდვით დაცემული ადამიანის მოწოდებისას ბიბლია გვეუბნება. გავიგონე შენი ხმა ბაღში, შემეშინდა და დავიმალე, რადგან შიშველი ვიყავი. შიშს პირველად მაშინ ვაწყდებით, როცა ადამიანმა დაუმორჩილებლობა გამოიჩინა ღვთის მიმართ. იმ მომენტიდან, რაც ადამიანმა პირველი ცოდვა ჩაიდინა. ადამიანის და ღმერთის ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა, დაერღვა. ამის შემდეგ შიში გახდა ადამიანის თანამგზავრი. ადამიანს სიცარიელე მას შემდეგ დაეუფლა, რაც განუდგა ღმერთს. ეს სიცარიელე ადამიანს განძარცვავს დაცულობის შეგრძნებისგან. ის ცდილობს ამ სიცარიელის შევსებას, ხან სამსახურით, ხან ფულით. ზოგს კარიერული წინსვლა უნდა, ზოგს ცნობილ პიროვნებად ყოფნა. ერები ცდილობენ ცხოვრების დონის აწევას ხალხის საკეთილდღეოდ.
ეს არის სიმართლე. ხალხს სიმშვიდის მოპოვება მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობით შეუძლია. ღმერთია ჩვენი შემომქმედი და მან უკეთ იცის, რა გვჭირდება ბედნიერებისთვის. ადამიანი, ვისაც მოზიარეობა აქვს ღმერთთან, მასში არ სუფევს შიში, რადგან მას სწამს, რომ ღმერთი არ დატოვებს მას. ღმერთს ვუყვარვართ და სურს, რომ შიშის გარეშე ვიცხოვროთ. მან გამონახა გზა ადამიანთა დასახსნელად და შემოსარიგებლად იესო ქრისტეს მეშვეობით. იესო ამბობდა: მე ვარ გზა, სიცოცხლე, ვერავინ მოვა მამასთან თუ არა ჩემით. ხალხს, რომელსაც სწამს იესოსი, რომელიც მისი პირადი მხსნელია, სწამს მისი როგორც ზეციერი მამის და სჯერა, რომ ზეციერი მამა იზრუნებს მასზე. ძვირფასო მსმენელებო, თუ კი თავი ჯერ ღვთისთვის არ ჩაგიბარებიათ, ნუ გააყოვნებთ, განთავისუფლდით შიშისაგან და ეჭვებისგან. სიცოცხლე იესოსთან ერთად არის სავსე სიმშვიდითა და სიხარულით. ამ ცხოვრებისეული ქარიშხალის დროსაც კი. ამიტომ გაეკრა ჯვარზე იესო ქრისტე გოლგოთის მთაზე, რომ ქონოდა მშვიდობა სიმშვიდე გულებში, შინ და გარეთ და არანაირი შიში. მხოლოდ იესო ქრისტეს შეუძლია მოგვცეს ძალა შიშის დასაძლევად. ასე რომ მიანდეს შენი სიცოცხლე იესო ქრისტეს. ქალი ჭასთან. სახარებაში ჩაწერილია ერთი ამბავი, რომელიც გვიამბობს ერთ ქალზე, რომელიც გამოვიდა შუადღის პაპანაკება მზეში, ჭიდან წყლის მოსატანა. მან დაინახა ჭასთან მჯდომი კაცი. მან არ იცოდა, რომ ეს კაცი იესო იყო. ჩამოდგა დოქი ძირს, უთხრა კაცმა: დამალევინე წყალი, მიუგო ქალმა. შენ არ ხარ ჩემი ტომიდან, რატომ მთხოვ მე წყალს? შენ ხალს და ჩემებს არაფერი აქვს საერთო. შენ რომ იცოდე, ვინ ვარ მე, პირიქით მთხოვდი წყალს, რომ მომეცა, მიუგო იესომ. ჭურჭელი არ გაქვს, რით ამოიღებ წყალს ჭიდან, როგორ დამალევინებ წყალს? უპასუხა ქალმა. იესო მიუგო: ამ წყლის დამლევს კვლავ მოსწყურდება, მაგრამ წყალს, რომელსაც მე ვიძლევი, მის დამლევს არასდროს მოსწყურდება. გაიფიქრა ქალმა: ეს რა კარგი რამ გავიგე, დავლემ ამ წყალს და აღარ მომწყურდება. ყოველ დღე მზის პაპანაკებაში ამ წყაროსთან მოსვლა წყლისათვის. ბატონო, მომეცი ეს წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარ დამჭირდეს აქ მოსვლა, უთხრა დედაკაცმა. მიუგო იესომ: წადი და მოუხმე შენს ქმარს. მიუგო ქალმა: მე არ მყავს ქმარი. შენ 5 ქმარი ყავდა და ვინც ახლა ყავს, არც ისაა შენი ქმარი, უთხრა იესომ. გაიფიქრა დედაკაცმა: ნამდვილად წინასწარმეტყველია ეს კაცი, რადგან მან უწყის ყველაფერი ჩემს შესახებ. უთხრა იესოს: ხედავ, ღვთისაგან მოვლენილი კაცი ხარ შენ. როცა ღვთისზე მოვა მესია, ეს გვეტყვის ყველაფერს ჩვენ შესახებ, რაც მან უწყის ყველაფერი. მამები გვასწავლიდნენ, რომ ის მოვა და გვასწავლის უფლის გზებს. იესომ უთხრა: მე ვარ ის, ვინც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს. ამის გაგონებისთანავე გაიქცა ქალი და მოუხმო ხალხს. ეუნებოდა: მოდით ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა ჩემს შესახებ. ის არის აღთქმული იესო ქრისტე, ის კვლავ ჭასთანაა. მოდით. როცა ხალხი მივიდა და დაინახა იესო და სთხოვა მას დარჩენილიყო მათთან ცოტა ხანს და დარჩა იესო რამოდენიმე დღე მათთან. და რა წყალი იყო ამასთან, რომელიც იესოს თავაზობდა ქალს? ეს არ იყო ჩვეულებრივი წყალი. იესო არ საუბრობდა სასმელ წყალზე, არამედ საუკუნო სიცოცხლესა და ცოდვათა მიტევებაზე. ბევრი ეხვეწებოდა იესოს ცოდების მიტევებას და საუკუნო სიცოცხლეს. ვინც კი ევედრებოდა ამას, იესო აძლევდა მათ. დიდმა სიხარულმა მოიცვა ის სოფელი. იესო მიუტევა ყველას, ვისაც ცოდების შენდობა სურდა. მისცა საუკუნო სიცოცხლე მათ, ვინც ირწმუნა მისი. ხომ არ გინა მიიღო შენც ეს საუკუნო სიცოცხლე, დახსნა ცოდვებისაგან. იესო ხომ დღესაც აქაა და ის მოგცემ შენ ამ საუკუნო სიცოცხლებს, თუ კი მოუხმობ და სთხოვ. სულელი მდიდარი.
ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი. მოუვიდა დიდი მოსავალი ერთ წელს და არ იცოდა სად დაებინავებინა. თქვა თავის გულში: გავაშენებ დიდ ბეღლებს, სათავსოებს და დავაბინავებ ჩემს მოსავალს. მერე ვეტყვი ჩემს თავს, ინავარდე სულო ჩემო, ჭამე, სვი და დატყვი ამ ყოველივეთი. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: დღეს მოკვდები, სულელო ადამიანო. შენი სული დასტოებ შენს ხეულს და ვის დარჩება ეს ყოველივე რაც მოიწიე? კაცი ბედნიერი იყო თავისი ყოფით, სოციალური სტატუსით, მაგრამ მან არ იცოდა, რომ სიკვდილს თავს ვერ დააღწევდა თავისი სიმდიდრის მიუხედავად. ეს მდიდარი კაცი სულელად შეირაცხა ღმერთის მიერ, რადგან სიკვდილის მოსვლაზე არ ფიქრობდა. რომელმა ჩვენთაგანმა ვიცით სიკვდილის მოახლოების ჟამი და საათი? დღეს, რომელიც ამომავალ მზეს უმზერ, განაიცი რომ ხვალ ამის ხილვის საშუალება მოგეცემა? შენ არ იცი რა მოხდება ხვალ, ამბობს ღმერთი. შენ მხოლოდ მდგმური ხარ ამ სოფლის მცირე დროით ხარ ამ მიწაზე და მერე ისევ წახვალ და გაუჩინარდები. ვინ არის ბრძენი? ბრძენმა იცის რომ ყოველივე ეს ცის ქვეშეთში წარმავალია და დროებითი, რომელმაც უწყის რომ გარდაცვალებისას ვერაფერს წაიღებს თან. შიშველი და უქონელი მოევლინა ქვეყნიერებას და ასევე დატოვებს მას. მას შეუძლია ცოდვილი ცხოვრებით იცხოვრობს და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ამოყოს თავი, მაგრამ მას აქვს სხვა არჩევანიც. აქვს, რომელიც თავაზობს ადამიანს, ზურგი აქციოს ცოდვებსა და იცხოვროს ღვთის გზებით, რათა სიკვდილის შემდეგ დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ზეცა. რადგან მაცხოვორმა იესო ქრისტემ უკვე გასცირა თავი ჩვენი ცოდვებისათვის, მოკვდა ჯვარზე ჩვენი უკეთურებისათვის და აღდგა მკვდრეთით ჩვენს გამოსასყიდად. თუ კი მოისურე ფუფლის გზით სიარულს, ის დაგეხმარება შენ ამ გზაზე. ის არ მიგატოებს და შენს გვერდით იქნება გარდაცვალების ჟამს, ის წაგიძღვება ზეცაში ღმერთთან. გინდა გაიგო ამ გზის შესახებ? იესო ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით. ილოცე გამჩენის წინაშე, სთხოვე ღმერთს შენდობა, იესოს სახელი და ის მოგიტევებს შენ. ნუ დაამყარებ იმედს იმაზე, რაც წარმავალია, არამედ გქონდეს იმედი ღვთისა და ის დაიდებს ბინას შენს გულში და გაქრება სიკვდილის შიში და სიმშვიდე დაისადგურებს შენში. უძღები შვილი. იყო ერთი კაცი, რომელსაც ჰყავდა ორი ვაჟი. ერთ დღეს მივიდა უმცროსი ვაჟი მამასთან და უთხრა: მამა, მომეც ჩემი წილი ქონება. მამამ გაყო თავისი ქონება და მისცა უმცროს ვაჟს თავისი წილი. აიღო თავისი წილი უმცროსმა ვაჟმა და წავიდა. გამოხდა ხანი, გაფლანგა მთელი თავისი ქონება. თავქარიან ცხოვრებაში ამ დროს შიმშილი ჩამოვარდა იქ და ღორების მოჯამაგირედ დაიწყო მუშაობა. ენატრებოდა ღორების საჭმელი ეჭამა და კუჭი ამოევსო. იფიქრა ერთ დღეს: მამაჩემის სახლში ბევრი მსახურია, მათ საჭმელ სასმელი უხვად აქვთ. მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევწოდე შენსა და ღვთის წინაშე, მომეცინება უკან დავბრუნდე და მოჯამაგირედ დაგიდგე. ასეც მოიქცა ვაჟი. ჯერ კიდევ არ მიახლოებოდა სახლს, რომ მამამისმა შენიშნა ის და გაიქცა მის შესაგებებლად. მივიდა და გულში ჩაიკრა შვილი. უთხრა შვილმა: მამა, შევწოდე შენს წინაშე და ზეცის წინაშე. არ ვარ ღირსი შენ შვილად ვიწოდებოდე, მაგრამ მამამ ბრძანა. მოეტანათ მისთვის კარგი შესამოსელი და ჩაეცვათ, საუკეთესო სანდლები მოეტანათ. დაეკლათ ნასუქი ხბო, გაეკეთებინათ ბეჭედი თიცე და გაემართათ ნადიმი. მკვდარი იყო ჩემი შვილი და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და დაბრუნდა. უნდა ვიხაროთ ამ ამბით. ეს ამბავი მოუთხრო უფალმა ხალხს იმის მისანიშნებლად, თუ რამდენად უყვარვართ ჩვენ ცოდვილები, მისი შვილები. ის მოწყალე მამა არის ამ ამბავში, ჩვენ კი ცოდვილი უძღები შვილები. და გველის როდის მიუბრუნდებით მას. ყოველი ცოდვილის მონანიებას, სახლში დაბრუნებას ზეცა სიხარულით ხვდება. მას არ სურს რომ ცოდვის გამო დავისაჯოთ, მოხვდეთ ჯოჯოხეთში. ის შემბრალე და სულგრძელია, ელოდება თავის შვილებს, როდის დაუბრუნდებიან სწორ გზას.
როდის იტყვიან უარს ცოდვაზე და შეუდგებიან ღვთის გზას, ჩვენ უნდა შევინანოთ ჩვენი ცოდები, მოვინანიოთ და ვთქვათ: უფალო ღმერთო, მე ვაღიარებ ჩემ ცოდებს. მე მწამს იესოსი, რომ ის მოკვდა ჩემთვის, ეწამა და ჯვარს ეცვა ჩემი ცოდების გამო. გევედრები მომიტევე მე და შემიწყალე იესო ქრისტეს გამო. მე უარყოფ ჩემს განვლილ ცხოვრებას და მინდა გავყვე იესოს. მინდა რომ ის ჩემი მამა იყოს. მიმიღე შენ დაკარგულ ძედ იესო ქრისტეს სახელით. იესო ქრისტეს გამო. ამენ. სიცოცხლე იესოსთვის. ძვირფასო მეგობრებო, ნება მიბოძეთ დაგისვათ ერთი კითხვა. ხართ ქრისტიანები? შეიძლება მიპასუხოთ რომ ხართ, მაგრამ ჩაიხედეთ თქვენს გულებში. მთელი გულით გწამთ თუ არა, გწამთ თუ უბრალოდ გჯერათ თქვენი გონებით. გავიზიაროთ რომელ გზას ვადგავართ, რამდენად ვენდობით ღმერთს. როდესაც ადამიანი გულის კარებს უღებს იესოს, როგორც მის პირად მხსნელს, ბევრი კარგი რამ ხდება მის ცხოვრებაში. მისი ყველა ცოდვა მიტევებული ხდება. სულიწმინდა ივანებს მასე დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. ის ხდება ღვთისშვილი და უფალი ხდება მისი მამა, ზრუნავს მასე. ჩვენ ყოველთვის უნდა ვენდობოდეთ ღმერთს, მაშინაც კი თუ დიდ პრობლემებში ვართ. მადლს უნდა ვწირავდეთ მას მისი მზრუნველობისათვის და ყოველთვის რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, რადგან მან უკეთ იცის რა ჩვენთვის უკეთესი. ძიმე წუთები გვასწავლიან მოთმინებას და გვაძლიერებენ. უფალი ყოვლადძლიერია, მან აღადგინა მაცხოვარი იესო ქრისტე მკვდრეთი და მას ძალუც იგივე ძალით ჩვენ ცხოვრებაშიც მოახდინოს სასწაულები. ის მოგცემს ძალას სწორ და ვიწრო გზაზე სასიარულოდ, სწორი არჩევნის გასაკეთებლად. მაშინაც კი როცა ბოროტი შეეცდება, გზიდან აგვაცდინოს. უფალი დაგვეხმარება. ჩვენი ქრისტიანობა და ღვთისშვილობა საქმით და ჩვენი ცხოვრების წესით უნდა დავამტკიცოთ. ღმერთმა ჯერ კიდევ ცოდვილნი შეგვიყვარა და იესო მოავლინა სახსნელად. რაც იმას გვასწავლის, რომ ჩვენც უნდა შევიყვაროთ ისინი, ვინც კეთილად არაა ჩვენდამი განწყობილი. ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი და სურს რომ ვემსგავსოთ მას. ის გვასწავლის, შეიყვარე მტერი შენი და სიკეთე უყავი შენს მოყვარეს. როდესაც მტერს საქმით დაუმტკიცებ შენს ღვთისშვილობას, მას გაუჩნდება სურვილი შეცვალოს თავის ცხოვრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღვთისადმი მორჩილება, მისი სიტყვის ცოდნა. ჩვენ უნდა ვიკითხოთ ღვთის სიტყვა ყოველდღიურად და ვიფიქროთ ღმერთზე და ვილოცოთ. მას სურს რომ ვიზრდებოდეთ ღმერთში და არ ვიყოთ მუდამ ჩვილები, რათა გაზრდილებმა შევძლოთ ცხების დახმარება. ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც გვჭირდება ლოცვა. არის სამადლობელი ლოცვები და სავედრებლები. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დაღვრილი სისხლისათვის, გამოსყიდვისათვის, დახსნისათვის, ყოველი გათენებული დღისთვის. უნდა შევთხოვოთ დაცვა ბოროტისაგან, ძალა განსაცდელის ჟამს, სიბრძნე გადაწყვეტილების გაკეთებისას. როცა ჩაიდენ ცოდვას, უნდა წუხდი ამაზე, მოინანიო, მაგრამ სასუწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე. სწრაფად სთხოვე ღმერთს შენდობა და სთხოვე გულის გასუფთავება. და სთხოვე დაცვა ბოროტისაგან და გაძლიერება განსაცდელის ჟამს. შენ უნდა მადლობდე უფალს არა მარტო კარგი ამბების გამო, არამედ განსაცდელის ჟამისაც კი. ჩვენ უნდა ვილოცოთ მათთვის, ვინც არ მოქცეულა ღვთისაკენ. შევთხოვოთ ღმერთს მათი სწორ გზაზე დადგომა. ის უპასუხებს ყველა ჩვენს ცოდვას თავის ნებისამებრ. უფალს სიკეთე უნდა ჩვენთვის და კეთილი განზრახვა ამოძრავებს ჩვენს მიმართ. თუ კი მივენდობით მას, ჩვენი გული სიხარულით აღივსება და გაგვიძლიერდება მისი რწმენა. ამენ. დაიმკვიდრებ ზეცას? მეგობრებო, მინდა დაგისვათ ერთი კითხვა. კითხვა, რომელზეც ბევრს არ აქვს პასუხი, მაგრამ ეს არის კითხვა, რომელზეც ყველამ უნდა უპასუხოს. ზეცაში მოხვდები? უფლის სიტყვა გვეუბნება, როგორ გავიგოთ ეს. პირველი სწორ გზაზე უნდა დადიოდე, ბიბლია ამბობს. აღიარე შენი ბაგით, რომ იესო უფალია, მოინანიე შენი ცოდები. აღიარე, რომ იგი მოკვდა ჯვარზე შენი ცოდებისათვის და
ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით და გადარჩები. იესო არის გზა. ის ამბობს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით. არ არსებობს სხვა გზა ხსნისა იესოს გარდა. თუ შენ აღიარებ, რომ უძღები ცოდვილი შვილი ხარ და მოინანიებ ცოდვებს და მიიღებ იესოს შენ პირად მხსნელად გადარჩები, შენ სწორ გზას ადგახარ. მეორე ნაბიჯი არის ცხოვრების შეცვლა. იესომ არა მარტო მოგიტევა წარსული ცოდვები, არამედ ახალ პიროვნებად გარდაგქმნა. ზოგს გონია, რომ რელიგიური რიტუალები გადაარჩენს მას. ეს არაა მართალი. რელიგიურობა არ გადაგარჩენს. მხოლოდ იესო შეუძლია შენი ხსნა და შენი განწმენდა. შენ უნდა ექცეოდე კარგად შენს მოყვას. შენ გაქვს ახალი სინდისი, ახალი სურვილები და ფასეულობები. მესამე არის სულიწმინდის შემოსვლა და დავანება შენს გულში. შენ ეკუთვნი ღმერთს და არ ხარ მარტო. შენ ღვთის შვილი ხარ. შენ აღივსები ღვთის მშვიდობითა და სიყვარულით. შენი ცოდვები მიტევებულია. გადახედე შენ ცხოვრება, გაქვს თუ არა ეს სამი ნიშანი. მოინანიე თუ არა შენი ცოდები და მიიღე თუ არა იესო შენს პირად მხსნელად. შეიცვალე თუ არა შენი ცხოვრება და მიიღე თუ არა სულიწმინდა. თუ ეს ნიშნები არ აღმოგაჩნდა, მაშინ დაუყოვნებლივ მოინანიე ცოდები და აღიარე უფალი იესო შენს პირად მხსნელად. ბიბლია ამბობს, იწამე უფალი იესო ქრისტე, რომ ის არის ღვთისძე და მიიღე საუკუნო სიცოცხლე. ღმერთი ამბობს, აღარასოდეს გავიხსენებ შენს ცოდვებს, უსასყიდლოდ მიიღე ის და დაადექი ზეცისაკენ მიმავალ გზას. ამენ.